გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს 9 მაისი არის ფაშიზმის დამარცხების დღე და მინდა ყველა აბსოლუტურად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს მიულოცო დღევანდელი დღე. პირველ რიგში მიულოცო იმ დარჩენილ თითოეულა ომის ვეტერანებს, ლეგენდებს, მართლა ლეგენდებს, რომელთა მხრებზეც გადაიარა არა მარტო 9 აპრილმა, 9 მაისმა და იმ უბედურების წლებმა, აი დღემდე რაც ხდება. და მათი წყალობა და დამსახურება არის რომ დღეს არა მარტო საქართველოს ზოგადად სამყარო რო არ არის გადაქცეული ერთ მთლიან დიდ ღაზას სექტორად, სადაც ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ფასი არ გააჩნია. მეორე რიგში ულოცავ რა თქმა უნდა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც იამაყება რომ დიახ სტალინი იყო ქართველი, დიახ 700.000 ქართველი იბრძოდა, დიახ ასია გამარჯვების დროშა ქანთარიამ და ამაყობს იმით რომ ქართველებმა ამხელა წვლილი შევიტანით. და თავისთავად ამის იქეთ უკვე ადამიანები სხვას რას ფიქრობენ, ხო? ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ძირითადი. ეს არა მარტო რაშია საქმე, იცით? 9 მაისი და ეს დიდი გამარჯვება რომელიც ქართველებმა ლომის წვლილი შევიტანეთ ამ ყველაფერში, საქართველოს მარტო კი არ ეკუთვნის. ეს მსოფლიო კაცობრიობის პლანეტის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, რომლის მსგავსიც არ არსებულა. და ზოგიერთი სტვენი ამას ვერ ხვდება. ამიტომ ვინც ამ გამარჯვებას, ვინც ამ გმირებს, ვინც ამ ადამიანებს შეურაცხყოფილად მოიხსენიებს, ვინც სტალინის როლს დააკნინებს, აი ხალხს მინდა ეხლა უთხრა რა, აი ჩემო კარგებო, აი ზუსტად განსაკუთრებით იმათ ვინც სტალინს აგინებს. არ ყოფილიყო სტალინი, არათუ თქვენი მშობლებიც კი ყვერებში ვერ იფართხალებდა. ეს ასე უხეშად უნდა გითხრათ ადამიანმა იმისთვის რომ კარგად დაიმახსოვროთ. იმიტომ რომ ეს არის ასე, რომ არ ყოფილიყო სტალინი საერთოდ არ დაიბადებოდით ამ ქვეყანას ბევრი არ წყობილიყართ დასაბადებელი ისე, რასაც მე უკვირდები რა. და რაშია ხალხო იცით საქმე? აი ძალიან ბევრი ჯერ კიდე ვერაცნობიერებს, აი ამდენი წელი გავიდა უკვე 91 წელი გავიდა, ჯერ კიდე ვერაცნობიერებს თუ რა მოხდა მაშინ და აი რა წვლილი შეიტანა, რა მისია დააკისრა უფალმა ქართველ ერს. აი ელემენტარულად შევხედოთ. ეხლა მე ძალიან მოკლე სტატისტიკას გეტყვით. უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი. ომი, რომელმაც 70-80 მილიონის ზუსტად არაა დადგენილი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომლის მსგავსის არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, როდესაც პლანეტის ბედი წყდებოდა. დროის ყველაზე ამ რთულ მონაკვეთში ქართველი ერის წვლილი ამ ბოროტების დამარცხებაში შემდეგნაირი იყო. არც ერთ მსოფლიოს არც ერთ ერს მე რაოდენობაზე არ მაქვს საუბარი. მე მაქვს საუბარი პროცენტულ შემადგენლობაზე და დამსახურებაზე. არც ერთ ერს მსგავსი წვლილი არ შეუტანია. აბა ერთი ელემენტარულად დააკვირდით. მთავარსარდალი გენერალისიმუსი იოსებ სტალინი. 700.000 ქართველი იბრძოდა. რომელიც 700.000 ქართველიდანაც 300.000 დაეცა ბრძოლის ველზე. ესე იგი, გამარჯვების დროშა ამ უბედურების დასრულებაში ქართველმა აწია. ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ეხლა შევხედოთ მეორე მხრივ სტატისტიკას. 700.000 ქართველიდან საბჭოთა კავშირის გმირი იყო 167 ქართველი. საქართველოს შვილი რა. რაც შეეხება გენერალიტეტს, საქართველოდან პროცენტულად ყველაზე მეტი გენერალი იყო ამ ომში. პროცენტული შედარებით 70 გენერალი იბრძოდა საქართველოდან. 54 მათ შორის იყო ეთნიკურად ქართველი და 16 იყო სხვა ეთნიკური ჯგუფის, მაგრამ საქართველოს შვილი. 70 გენერალი იყო საქართველოს. 700.000 მებრძოლიდან 70.000 იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა ჯილდოებით. ეს რას ნიშნავს, იცით?
ყოველი მეათე ქართველი ვინც იბრძოდა ყოველმა მეათე ქართველმა თავი გამოიჩინა ამ ომში და საბჭოთა კავშირის დროს და საბჭოთა არმიაში ისე არ არიგებდნენ ჩინებს როგორც არიგებენ ნაცები და ქოცები წაგებულ ომში კაპიტანს გენერალად რო ხდიან და აგერ ქოცებმა თლათ რეკორდი რომ მოხსნეს კაც საერთოდ იარაღის დაშლა წყობა არ იცის და გენერალ-მაიორი რო არის გამხდარი ხო ამას უკვირდება ვინმე რაც შეეხება სტალინს ყავდა ორი ბიჭიდან ერთი ბიჭი შეეწირა ამ ომს მეორე შვილმა კი გენერლად დაასრულა და უზარმაზარი ხლა რა ჩამოთვლის იმ მედლებს რაც აქვს მიღებული ელემენტარული გადახედეთ მიწერია მე იქ ვისაც გაინტერესებთ დეტალურად და კაცი მის მერე რაც იაკობი ტყვედ ჩავარდა კატაპულტის ან პარაშუტს არ ატარებდა მფრინავი იყო სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავი იყო და ყველა მისიაზე პარაშუტის გარეშე მიფრინავდა იმიტომ რომ ჩამოვარდეო ტყვედ ჩავარდებიო და მამაჩემს ერთი ტკივილი მიადგა და ამხელა ისა რა ქვია დარტყმა მიადგაო ხალხი რას იფიქრებსო რომ იაკობი დაიჭირესო და გერმანული პროპაგანდა ავრცელებდა რომ თანამშრომლობდა და ესე შემდეგ ცოცხალი არ უნდა დავრჩეო მე თუ ჩამოვარდებიო ყოველი მისი გაფრენა შეიძლება ყოფილიყო ბოლო გაფრენა და გამოდიხართ ბიჭო მერე ვიღაცა პინგვინები ვიღაცა გამოსირებული სირთა ჯოგი ნახირი და ამ ადამიანებს აყენებთ შეურაცხყოფას და ამ ადამიანებზე კი ბრუნდებათ ენა ნებისმიერი იტრაბახებდა ამ ყველაფერს და არ დაგავიწყდეთ რომ მაშინ საქართველოს მოსახლეობა სულ 3,400,000 ეს კი იმას ნიშნავს რომ 20% ერის 20% და ეს 20% იყო ყველაზე ჯამრთელი ყველაზე სახსამალათი ახალგაზრდა ადამიანი ვისაც ხელში იარაღის აღება შეეძლო იბრძოდა ფრონტზე და გამოდიხართ მერე და იძახით იმას რომ მე ნეტა გერმანიას მოიგო ბავარიულ ლუდს მაინც დავლევდით 1000 სირობა რამდენი მოგისმენია თუმცა დღეს ჩვენ გამარჯვებულის ნახდათ არაფერი არ გვეტყობა საქართველოს გამარჯვებულის ნამდვილად არაფერი არ ეტყობა იმიტომ რომ დღევანდელ საქართველოში რო გადახედო იმას დღევანდელ საქართველოში ჰიტლერმა გაიმარჯვა დიახ დღევანდელ საქართველოში გაიმარჯვა ჰიტლერმა რატო იმიტომ რომ დღევანდელ საქართველოში გამარჯვების მომტანის სტალინის ძეგლის დადგმა კანონითაა აკრძალული და გადაგდებულია ეგერ სანაგვეზე წაქცეული სახით მიწაში დაგდებულია არ შეიძლება მისი ხსენება დღევანდელ საქართველოში მემორიალებს ანგრევენ ერთი მეორის მიყოლებით აი ჩვენი გმირი წინაპრების მემორიალებს მიწასთან ასწორებენ სააკაშვილმა ხო დაიწყო და რა თქვენ გონიათ ამათმა რამე სიკეთე გააკეთეს თუ აგერ თითოეულა წამლათა დარჩენილი რა დღეშია და როგორაა და რა მარადიული ცეცხლიანთია თუ რა და როცა დაჭირდებათ ამ ქოც ნაც მაშინ უნდა გაახსენონ ისა რა ქვია რომ თურმე ისევ თავისი ბინძური პოლიტიკისთვის რომ თურმე ქართველებმა რამხელა წვლილი შეიტანეს და ასე შემდეგ და შეიკრიბებიან და ესე სტალინის სახელს ვერ ახსენებს ვერ ახსენებს სტალინის სახელს ვერავი მაგრამ უნდა გაგიკვირდეს კაცო ისეთები აღარ ახსენებია პუტინი ვეღარ მედავს გონიათ სტალინის სახელის ხსენებას მაგრამ აი ის ახლა ისაა მაგრამ მე ყველას მინდა უთხრა და 100%-ით ვეთანხმები იმ გრუს პოლკოვნიკს რომელმაც ეს სიტყვები თქვა აღნიშნო 9 მაისის სტალინის გარეშე ეს იგივე არის აღნიშნო აღდგომა ქრისტეს გარეშე ერთი და იგივეა არის თუ არა ახლაც მიდის ომი აგერ იმაში რა ქვია რუსები დღესაც ომობენ მაგრამ 4 წლის მანძილზე აგერ იმას ვერ გაცდნენ რა ქვია დონბასს და იმან 4 წლის მანძილზე ეგ ბერლინში დაკიდა დროშა ალბათ ამიტოს ვერ ახსენებენ ყველა ედარება და მსოფლიომ ვერ აპატია ვერანაირად ვერ აპატია ვერც უკნიდან განათლებულმა ევროპელებმა ვერც ებრაელებმა ვერც ამერიკელებმა ვერავინ ვერ აპატია და ვერც საქართველოში ვერ აპატიეს გაგსუებულმა ჯორჯიელებმა სტალინს რო ის იყო გლეხი ბიჭი უბრალო კაცი უბრალო ადამიანი
ერთი რიგითი დაავადებული ავადმყოფი ადამიანი ყოველგვარი ფიზიკური რაღაც სიძლიერის და იმის გამოკლებით და ამ ადამიანმა ფაშიზმი დაამარცხა და მსოფლიო შეცვალა და ნამდვილად შეცვალა კაცობრიობის ბედი. მის ქვეყანაში გაჭირვებული და talხინებული ელიტებად არ არსებობდა. ყველა ერთ ლუკმასით ეხავდა და ყველა ცხოვრობდა და ყველა არსებობდა, ყველას არსებობის საშუალება ჰქონდა. და ყველას ეძლეოდა, ვისაც უნდოდა ნიჭის გამოვლენის შრომის საშუალება, აბსოლუტურად ყველას ჰქონდა მაგის საშუალება. ეს იყო მისი შექმნილი ქვეყანა და ეს იყო მისი იდეა. და ერთი ისაა, რომ გაიმარჯვო, ერთი ისაა, რომ მთელი მსოფლიოს დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ და გაიმარჯვო და მე ეს გამარჯვება შეინარჩუნო და ეს დაქცეული ქვეყანა, რომელი ქვეყანაც მიწასთან იქნა გასწორებული, ყველაზე მეტი რაოდენობრივად ადამიანები საბჭოთა კავშირმა დაკარგა. იცით რა მასშტაბის ომი იყო? თუ ჩვენ გადავამრავლებთ იმ 27 მილიონს, რომელი 27 მილიონიც დაიღუპა ამ ომის დროს, დიდი სამამულო ომის დროს, მსოფლიო ომი არ იყო ჯერ დასრულებული სხვათა შორის. ჯერ სამამულო ომი დასრულდა. მსოფლიო ომი კიდე გრძელდებოდა იქეთ, 2 სექტემბერს დამთავრდა. ყოველ დღე, აი რო წარმოიდგინოთ, ყოველ დღე საბჭოთა კავშირში 20,000 ადამიანი კვდებოდა. მინიმუმ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ეს წყალტუბოს ხელა ჯვარი წერია, ჩემი დედულეთი არის, წყალტუბოს ხელა ქალაქი ყოველდღიურად 4 წლის მანძილზე რომ ნადგურდებოდეს განუწყვეტლი. ეს ის რაოდენობა არის, მსხვერპლის რაოდენობა. ისე 100 და 200 დაღუპული და 300 დაღუპული კი არა. ყოველდღე 20,000 ადამიანი კვდებოდა. და ვინ კლავდა ამას? ის ძალიან დიდი ჰუმანისტი, ტრაგიდან განათლებული ევროპელები, რომლებიც დღეს ისო ევროპის დღეს აღნიშნავთო და ისო ევროპის დღე უნდა აღნიშნოთო და ესე შემდეგ. ყველანაირად რო ხდება დაკნინება, ყველანაირად რო ხდება ქართველი კაცის ჩვენი ისტორიის წაშლა, ქართველების მისიის ამოშლა, ამას არ გვპატიობენ ჩვენ. ამას არ გვპატიობენ და არც გვაპატიებენ არასდროს, რომ სტალინი ქართველი იყო და ქართველებმა ამხელა ბოროტება და ამხელა ფაშიზმი და ამხელა უბედურება დაამარცხეს. რატო? აი იმიტომ, რომ მათი შვილიშვილები და მათი შვილთა შვილები ნატოში და ევროკავშირში არიან. აგე რა შებრძანდით, გვემოთ ლინკი მაქვს მითითებული, გუშინ გავაკეთე ბლოგი და გადახედეთ ერთი ეს ფონ დერ ლაიენები, ეს კაია კალასები, ეს ტუსკები, ეს მერცები, ესენი ვინც არიან დღეს ევროპის პოლიტიკაში, ვინ იყვნენ მათი წინაპრები, ვინ იყვნენ მათი ბაბუები და ვინ არიან მათი შვილიშვილები. ვინ არიან მათი შვილიშვილები? ერთად შემოძმა სხვა რამეზე ვლაპარაკობ და ერთი უკრაინის დედაც მომტყან. სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს მე ეს უმადური ხალხი და უმადური ქვეყანა და უკრაინელებმა სტალინს უნდა უნდონ სანთელი. იმიტომ ჯერ ის უკრაინა რამხელაცა ის სტალინის დამსახურება და იმდენმა ქართველებმა დაღვარა სისხლი იმისთვის, რომ უკრაინა გადარჩენილიყო და იმ საზღვრებში ყოფილიყო და ისე ყოფილიყო, რომ გადახედეთ ერთი ციციშვილი. გენერალი ციციშვილი დნეპრზე 24 საათში ააგო ხიდი იმისთვის, რომ კიევზე შტურმი განხორციელებული. ზარმაზარი ხიდი, რომელიც ქვეითები კი არა, ტანკები გადადიოდა. მაგათი უმადური დედაშჭევეცი რა აზრი ქონდა. თუმცა ბანდერას და შუხევიჩის იმად უნდა გადაქცეულიყო მაინც. არ მაქვს ახლა გოლოდომორზე საუბარი და გოლოდომორისთვის ნახდათ არ მცალია კიდე მოგონელი შეთხზული 1000 უბედურების ისა რა ქვია. რეპრესიების არ იყოს შექმნილი რაღაცა ისა ზღაპრები. არა ბიჭო, ახლა მოერიდებოდა იმას, რა ქვია, ხოცავდა ხალხს, არა თავზე გადაუსვებდა ხელს მოღალატეებს ახლა ეს საქართველოში რო არიან ნაჩვევები, რომ ყველა მოღალატე რო აყვავებული. აი ესეთი ომი მოიგო. და გადახედეთ ერთი მეორე ბლოგსაც გავაკეთებ. მალე ნატოს გენერალური შტაბი და ეს ვისი ოფიცრებით იყო დაკომპლექტებული. და დღეს ვინ არიან? ვინ ითხოვს დღეს? მათი შვილიშვილები ითხოვენ. ის კაია კალასები, ის ტუსკები, ის მერცები, მათი შვილიშვილები ითხოვენ იმას, რომ საქართველოში სტალინის ძეგლი არ იდგას. მათი შვილიშვილები ითხოვენ იმას, რომ გაუკვირდათ ბიჭო ხალხს.
9 აპრილს შარშანო არ მოვიდო. როგორ მოვიდოდნენ? წაგებული ბაბუების შვილიშვილებს არ ეზეიმებათ ნამდვილად, არაფერი არ აქვს ეზეიმო. პირიქით, ვერ იტანენ, ვერ გიტანენ, ვერ გვიტანენ. და რომელ ევროპაში მიძვრებით? სად მიძვრებით? რომელი ევროპის დღეა? გული აგერევა, ხალხო. შეხვალ ელემენტარულად ტოტალური გაუნათლებლობა, ნუ რაზე უნდა ილაპარაკო? ხლა, მეცა? ხო, აი ეს, შეხედეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედიხარ გვერდზე? არ დარღვეულა, გიორგი, არ დარღვეულა, არანაირად არ დარღვეულა მაგათი ჯაჭვი. არანაირად არ დარღვეულა, როგორ ის კი არა პირიქით აყვავდა. და სპეციალურად მოძებნეს ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც პირიქით მოტივირებულები იქნებოდა, ბუნებრივი мотиваცია იქნებოდა. ეს არა მარტო ესენი, კიდე დაზვერვის და კონტრდაზვერვის ხალხი აიღეთ აგერ ბრიტანეთის მიექვსეს ისა მეტრეველი როა გვარა და დებილ ქართველობას რო უხარდა, ვაიმე მეტრეველი ქართველი და ქალი გახდა ისა მიექვსის დირექტორი, არც ქართველი არის და საერთოდ ადამიანი არაა ის. ვინ იყო მისი ბაბუა? საერთოდ არ იყო ის ერთი დობროვოლსკი იყო ბაბუამის, ვინ იყო ერთი ბაბუამის მამობილის გვარი აქვს, ყველაფერში რო ქართველს უნდა შეეფარონ. შევედი აგერ იმაზე, რა ქვია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდზე და გილოცავთ ევროპის დღეს. ჩამოვყევი ქვევით. ერთი სიტყვა არ აქვს ნახსენები სტალინზე. ერთი სიტყვა არ აქვს ფაშიზმის დამარცხებაზე ნახსენები. ამ განათლების აკადემიას. რატო? იმიტომ რომ ასია საჭირო დღეს. შენ ისტორიას უნდა მიაფურთხო, შენ წარსულს უნდა მიაფურთხო და ტრაქში უნდა შეუძლე იმის, რა ქვია, ფაშისტების შვილიშვილებს. ასია ეს. და რაშია საქმე, იცი, ამათ ვისაც ხედავთ თქვენ? აი ეს ბოზიშვილები დღეს რო ევროპის დღეს აღნიშნავენ, ესეც სპეციალურადაა მოგონილი, რომ 9 მაისი ნელ-ნელა ხალხის ცნობიერებაში იყოს დავიწყებული, ისე როგორც დასავლეთში შეძლეს სხვათა შორის დაივიწყებიათ, რომ ესე რა ქვია, ბერლინი თურმე იმან, რა ქვია, მოკავშირეებმა აიღეს. საბჭოთა არმიას კი არ აუღია ბერლინი. თურმე აუღია მოკავშირეებს. და იმ ბერლინის აღებაზე ჯერ საერთოდ როგორ უნდა ილაპარაკოს ევროპელებმა, განსაკუთრებით ფრანგებმა, რომლებიც უკანასკნელი მცველები იყვნენ, ფრანგული ბატალიონი, ფრანგული ლეგიონი, შარლემანები უკანასკნელი მცველები იყვნენ რეიხსტაგის. გერმანელები აღარ იცავდნენ, ისინი იცავდნენ. ევროპის დღეა. ევროპის დღეს აღნიშნავენ. ეს ხალხი, აი ეს ბოზიშვილი ხალხი, ვისაც ხედავთ ახლა, ვინც გამოდის და იძახის, რომ ისო რა ქვია, 9 მაისი ჩვენი ერთმა ფაშიზმმა, ერთმა ბოროტებამ მეორე ბოროტება დაამარცხა, არ გასამართლებულა. რაშია იცით საუბედუროდ? დამარცხდა ჰიტლერი და დამარცხდა მესამე რაიხი. თუ არა, ფაშიზმი არ დამარცხებულა. არ დამარცხებულა ფაშიზმი. ფაშიზმი როგორც იყო ევროპაში, ისევე არის. და ისევე გრძელდება, საერთოდ სოფლიოში არ დამარცხებულა. აიღეთ აგერ შორს წასვლა რა გინდათ? გადახედეთ აგერ იმას, რა ქვია, ისრაელს და ღაზას სექტორს. გადახედეთ ერთი. ფაშიზმი არა? ერმა ქვეყანამ ერმა რომელმაც გამოიარა, თვითონ გამოიარა გენოციდი, რო კითხო. თვითონ თურმე როგორი წამებულები იყვნენ. თვითონ როგორ იქცევია? როგორ დაგვიფასეს ებრაელებმა, როგორ დაგვიფასა ისრაელმა მათი გადარჩენა. სინამდვილეში რა იყო? გამოვლიან ახლა და იწყებენ, ვაიმე სტალინი ჰიტლერთან თანამშრომლობდა და სტალინი კი არ თანამშრომლობდა ჰიტლერთან. ჰიტლერი მოიყვანეს ზუსტად სიონისტმა ფინანსისტებმა შეერთებული შტატებიდან ევროპელებმა. ევროპაში მოიყვანეს ამერიკელმა ებრაელებმა ხელისუფლებაში. და მისცეს კონკრეტული დავალება. თვითონაც ებრაელი იყო ჰიტლერი. კი. და სულ ირგვლივ ვინც ყავდათ ის ებრაელები იყვნენ ისინი სულ.
დედის შტოთი ოღონდ. და მისცეს დავალება, რომ დედით და მამით ებრაელები გაიწყვიტათ უყველა. რომ მერე წამებული სტატუსი აეღოთ და სახელმწიფო შექმნოდათ და ვაიმე ებრაელი ტანჯული ერი და 70 მილიონი ადამიანი გაწყდა. და მხოლოდ და მხოლოდ 6 მილიონს ახსენებს მთელი მსოფლიო. თუმცა ჰოლოკოსტი ყოფილა. მე ვის ახსოვს იმ ჰოლოკოსტის დამანგრეველი. კი, მაგათი მოყვანილი იყო. მაგათი მოყვანილი იყო ებრაული ლობის. და ის ებრაელები, რომელი ებრაელებიც გამორბოდნენ სხვათა შორის გერმანიიდან, წაიკითხეთ ერთი ის ჰამბურგის რეისი. ერთი გემი დატვირთული ებრაელების რო გაიქცნენ გერმანიიდან და წავიდნენ იქ არც ამერიკა მიიღო, არც კანადა მიიღო და უკან რო გაუგზავნეს ჰიტლერს და ჩააბარეს და ჩაახუტეს და შეჭამეს. ამ დროს ქართველები რას ვაკეთებდით? გინდა შალვა მაღლაკელიძე აიღე, რომელიც თუნდაც იქეთ მხარეს იბრძოდა. ათასობით თუ ასობით ებრაელი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკებში. უმტკიცებდა რომ ისო ქართველები არიან და არა ებრაელები. რას აკეთებდა გრიგოლ ფერაძე? ესენი თავისიანებს წირავდნენ, დღეს რო გიკვირთ. ესაა სიონიზმი. და სტალინი განსაკუთრებულად რატო არის დასაფასებელი? ჯერ ამათ მოუტყნა დედის ტრაკი თვითონ საბჭოთა კავშირში ამ სიონისტებს. იმ ლენინს და ტროცკის და ეჟოვს და მთელი ამ ბიონაგავს, რომელიც იყო ზუსტად მარქსიზ-ლენინიზმით ჩანერგილი. და მე იქ ის შექმნილ იმას, რა ქვია, ბოროტებას. რა თქმა უნდა, ამას არ აპატიებენ, არც სტალინს აპატიებენ და არც ჩვენ გვაპატიებენ ქართველებს. ამიტომ იდის ქართველების გენოციდი, ამიტომ იდის სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ იდის ყველაფერი დღემდე ქართველი ერის და საქართველოს გასანადგურებლად. მითო გვექცევიან ასე. არ გაპატიებ თქვენ ის არავინ არაფერს. არავინ არ იცის, ხვალ და ზეგ შეიძლება ეს ერი ვიღაცა ჩვენი ერის წარმომადგენელი სადღაც გაძურეს. შეიძლება როგორც სტალინი გააძურა ერთი რიგითი ქართველი სადღაც და შეიძლება სამყაროს ბედი ისე შეცვალოს, რომ აგერ 91 წელია მის მერე გასული და კიდევ ერთ სვლიან ამ ყველაფერს. ასია ეს და დროა ქართველმა ერმა გააცნობიეროს თავისი მისია და თავისი როლი. დამისახელეთ სხვა რომელიმე ერი, მე არ ვამბობ, რომ სხვა ერებს არ აქვს წული შეტანილი განსაკუთრებით რუსებს და რაზეა ლაპარაკი, ხო, მაგრამ დამისახელეთ სხვა ერი, რომელსაც აი ამხელა სისხლი აქვს გაღებული, ამხელა ოფლი, შრომა, აღარაფერს ვამბობ იმ ზურგის მამაჩემის მამიდა მაგალითად შრომის გმირი იყო. იმიტომ რომ ომი მარტო წინ ტყვის როლა არა. ჯარისკაც საჭმლის მიწოდება, ტანსაცმლის მიწოდება, ზურგში მუშაობის გმირი იყო. ასე აფურთხებდეს ხალხი, ასე აფურთხებდეს იმას, რა ქვია, საკუთარი ერის ისტორიას. იგივე ბებიაჩემი, მამაჩემის დედა. სამხედრო ექთანი იყო. 4 წელიწადი რამდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი. ასია. თელმა ერმა ჩავდევით ეს და თელმა ერმა ვიბრძოლეთ და თელმა ერმა მოვიტანეთ. ის რო დღეს თელი მსოფლიო გარდა გამონაკლისისა ღაზა სექტორად არაა გადარჩენილი. ახლა მაგაცი აღარა მაქვს ლაპარაკი. მაგაცი აღარა მაქვს ლაპარაკი ის ქართველი მეცნიერები თუ გამოჩენილი პირები ვინ იყვნენ, გინდა ამერიკაში, გინდა საფრანგეთი აიღეთ. ადახედეთ რამდენი ქართველი იბრძოდა საფრანგეთის იმაში. დეგოლის ერთ-ერთი უსაყვარლესი ოფიცერი იყო ამილახვარი. სად არა ეს მე მარტო საბჭოთა კავშირიდან მომბობთ არა სხვაგან. აგერ კუნძული ტექსელი ჰოლანდიელებმა 5 დღეში წააგეს ომი. 5 დღეში გამოაცხადეს კაპიტულაცია. ერთი თვე შიშველი ხელებით იცავდნენ ტექსელს. და იბრძოდნენ ამათ. და კაცი შვილი არ მოვიდა, დახმარ მივიყავ ეგრე ერთი თვის წინ ტექსელზე და ვნახე ჩემი თვალით. კაცი შვილმა დესანტი არ გადმოსხა მოსახმარებლად, როცა დაამთავრდა ბოლომდე რო ამოხადეს სული ევროპის უკანასკნელ დიდ ბრძოლად მიიჩნევენ ტექსელის ბრძოლას, მერე შემოვიდა დესანტი.
ესაა თქვენი შიგ ევროპა. ქვეყანა დანებდა 5 დღეში და ერთი თვე იბრძოდა ეს ხალხი. რამდენი გმირობაა დამარხული? არ უნდა ძმაო ეს ერი უნდა განადგურდეს. და ყველაზე მეტი გემრიელა თავისიანების ხელით უნდა განადგურდეს. ამაზე ერთ სიტყვას ვერავინ ვერ იტყვის. ვაიმე სტალინი რეპრესიები და დასახრეთი არაა დღეს ვიგენის უყველა. გინდა ნაცი, გინდა კოცი, გინდა ეს ოპოზიცია, გინდა ეს დასწირებული ეს რა ქვია, პროპაგანდონები ამათი, ყველა დასახრეთი არაა. დასახრეთია, ყველა დასახრეთი. იმიტომ ხალხის მტრები არიან და სამშობლოს მოღალატეები არიან. ჩემო ზაურ 3.400.000 იყო და 20% იყო მთლიანი მოსახლეობის ფრონტზე გაგზავნილი. ეს 20% ნებისმიერი ერი რო აიღო, ყველა ერში არის ერთი და იგივე მდგომარეობა, ხო? ბავშვები, მოხუცები, ასევე სქესით დაყოფილი ქალები, კაცები, იქ 700.000 მარტო კაცი კი არ იყო, ქალებიც იყვნენ. ეს გამოდის ჯამრთელი ახალგაზრდობის 90%. ვაიმე შენ შემოგევლე რა შეეხება იმ ვერმახტის ქართულ ბატალიონებს, ხო, საქმე იმაში იყო, რომ ეგენი იყვნენ ჩვეულებრივად დაბოლებული ხალხი. ეგენი იყვნენ ჩვეულებრივად დაბოლებული ხალხი, რომელი დაბოლებული ადამიანებიც თავის დროზე ემიგრაციაში რო წავიდნენ და იმ სამხედრო აკადემიიდან და იმიდან მაშინ კურსანტები რო იყვნენ და იუნკერები რო იყვნენ და რო წავიდნენ, გაიზარდნენ საბჭოთა კავშირის ზიზღით, სიძულვილით და ეს ამ ხალხს შეპირდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი გახდებოდა, როდესაც აიღებდნენ და ეხლა იმ ხალხმა კი არა, თვითონ გერმანელებმა არ იცოდნენ თუ სინამდვილეში რა ხდებოდა იმაში ზაქსენჰაუზენში და ოსვენციმში და ბიუხენვალდში და ასე შემდეგ. და იყვნენ ეს ამათ მართლა ჯეროდათ, რომ აი ბოლშევიზმი, კომუნიზმი დამარცხდებოდა და საქართველოს დამოუკიდებელი იქნებოდა და მართლა დამოუკიდებლად მოგცემდა ვინმე იმას, რა ქვია, საქართველოს არსებობის უფლებას. წარმოუდგენელს კი მზარავს, სიმართლე გითხრათ. მაშინ საქართველოს დამოუკიდებელი ცალკე, აი იმ პერიოდში ცალკე რო ყოფილიყავით, ჩვენი გეოპოლიტიკა როგორი იქნებოდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან საქართველოში რა ომები და უბედურებები შეიძლება მომხდარიყო. რამხელა სისხლი დაიღვარა კავკასიონზე, რომ მტერი არ გადმოსულიყო. ერთი სოფელი აიღეს თლათ აფხაზეთში და ისიც 355 ქართულმა დივიზიამ გაანთავისუფლა. და მთელი სვანეთი და აფხაზეთი და ის იქეთკენ მოსახლეობა აიკითხეთ მარუხის თეთრი ღამეები. რამდენი გმირობა არის? ამას გვართმევენ, ამას გვავიწყებენ და გამოვა ვიღაცა სირი პოლონეთის ელჩი, ამის დებილი დედამოყვა, ამათი ჯიში მოყვა დიდი ამბადარიანად. გამოვა და დაგიწყებს იმის ლაპარაკს სტალინის სახმუზეუმი დახურეთო. ვინ ჩემი სირი ხარ, ვინ აყარ საერთოდ? ევროპის გიენა. გიენა, მართლა გიენა. თუნდაც იგივე იმ პოლონეთისთვის რამდენი ისა, რა ქვია, სისხლია ქართველის დაღვრილი და იგივე იმ სტალინის დამსახურება რამხელაა, რომ ის პოლონეთი იმხელა თუ არა შეჭმული ეყოლებოდა გერმანიას, მთხვერი არ დარჩებოდა მაგათი. ტურები რო დაგიწყებენ იმას ლაპარაკს და შენც თავს დაუხრიან ხო და გახსენდებათ რო არ ყოფილიყო 9 აპრილი არანაირი ევროკავშირი არ იქნება 9 მაისი არანაირი ევროკავშირი არ იქნებოდა პაპუაშვილს რაღაცა წამოწდება ხანდახან ისე წამოაბლუგუნებს რაში მაინტერესებს შემოძმაო ახლა მე პოლონეთის კატინი რაში მაინტერესებს მე პოლონეთის კატინი მაინტერესებს ახლა მე მათი პრობლემა არის და მოუარო
მის მაგივრად ეგერ მიუბრუნდნენ ზელენსკის რო უძრებიან ტრაქში და ის გამოიძიონ ერთი ვალინსკაია რიზნიანს რო ეძახიან შუხევიჩმა და ბენდერამ რამდენი პოლონელი ამოწყვიტა და ის გამოიძიონ ეგერ დასავლეთ უკრაინაში კატინი რო აკერია ყველა ზენაზე 10,000-ობით კატინში სამხედროები მაინც დახვრიტეს იქ მშვიდობიანი მოსახლეობა ამოწყვიტა ბენდერამ და შუხევიჩმა და მივიდნენ ერთ ზელენსკის უთხრან რამე გამოძიებაზეც რო უარი უთხრა მის ტერიტორიაზე აფსან იქეთ მის ქვეყანას მიხედონ თუ არ მისახედით საქართველოს და ქართველებს არაფერი არ ჭირს მაგათ ჭკუის სასწავლებელი არც ერთი ერის ჭკუის სასწავლებელი არ აქვს ჩვენ არაფერი მაგრამ საქმე ისაა რომ ჩვენთან თვითონ საქართველოში განათლება 0 მინუსებში გადასული განათლება უციგნურობა ამ ხელა უზარმაზარმა საფრანგეთმა 600,000 ჯარისკაცი დაკარგა. შენ გონი მეტი დაკარგა მეორე მსოფლიო ომის დროს. და დეგოლი რო არ ყოფილიყო, ტრაკი ჰქონდათ მიცემული თავიდან ბოლომდე. მისი ხელით კიდებდნენ ებრაელებს და აბარებდნენ იმაში. ისე კი არა, ქართველები რო ვინახავდით. არაფლის ღირსი, აი დღევანდელი ქართველობა ნაცკოცის და ბიძინას კი არა, აი დედას გეფიცები ყველაფრის ღირსია. აი ყველაფრის ღირსია. ამ ხელა ისტორია გქონდეს, ამ ხელა ისტორიის ერი იყო, ასე ექცეოდე შენ ისტორიას, ასე ექცეოდე შენ ქვეყანას და ასე ექცეოდე იმათ, ვინც არა მარტო შენი ქვეყანა, პლანეტა გადაარჩინა, ნახდათ. რუსეთი ოკუპანტია, გასაგებია, ხო, ოკუპანტი. მე რატოა ოკუპანტი კითხვას რატო არ სვა? იმიტომ რომ მოღალატეებითა გაკავშირებული. სიმართლეს ნუ ეტყვი. სიმართლე არ უთხრა დღევანდელ ქართველს. დღევანდელ ქართველს სიმართლეს როგორ ეტყვი, კაცო? როგორ შეიძლება, კაცო, რამე თქვა? აგერ ელემენტარულ აგერ რო იყო 90-იანებში რო იყო 90-იანებში რაც მოხდა და რითაც მოვდივარ დღემდე იმას რო გაახსენებ ისყის ვითომ მე ვაბრალებდე ვინმეს რამეს რისი ფოტო მასალაც არის ისი აუდიო მასალაც არის ისი წერილობითი მასალაა და რაც უკვე ჯერ კიდე არის და ღმერთმადიდთა სამყოფოს ის თაობა რომელიც მეხსიერებაშიც არის ყველაფერი ვინ რა გააკეთა იმ 90-იან წლებში და ვინ რა გააკეთა აგერ იმაში რა ქვია ამ ევროპელი ფაშისტების თავზე დასმული ისა რა ქვია ნაცკოცმა რა გაუკეთა ქვეყანას ჯებიო სააკაშვილი და ნაცები სარზე პროჭით არიან ასაცმელი მარტო იმის გამო რომ სტალინის ძეგლი აიღეს და დიდების მემორიალი დაანგრიეს მარტო ამისთვის არიან ასაცმელები ეს ბოზიშვილი ხალხი ესენი ერთადერთი თელ საბჭოთა კავშირში იყო აღებული სტალინის ძეგლი სადაც ეცვა ესა გენერალ სიმუსის კიტელი ერთადერთი იყო გორში და ხრუშოვმა ჯანდაბას კონდეს იყოს იქო იმან ვერ გაბედა ამან აიღო სოფლიოში ერთადერთი ძეგლი იყო დარჩენილი დიდების მემორიალი დაანგრია და იმ დიდების მემორიალს იმის მგრევას კიდე ქალი და ბავშვი შეწირა ადგილი ვერ ნახა ქუთაისში და ამათ ამ ბოზიშვილ კოცებს მაშინ საქართველოში ვიყავი ქონდა ასეთი ინიციატივა რომ არ მინდა თქვენი არაფერი იქვე ახლო-მახლოში გამომიყავით უბრალოდ ტერიტორია სადაც საერთოდ თქვენი ხარჯი არაფერი არ მჭირდება არაფერი არ მჭირდება გამომიყავით უბრალოდ ტერიტორია რომელ ტერიტორიაზეც მე ჩემი ხარჯებით გავაკეთებ არქიტექტორების ჩვეულებრივად ისე როგორც უნდა იყოს ღირსეულად ქალაქის არქიტექტორი ჩემი ძმაკაცია და კიდე სხვა გავაკეთებ ისეთ ძეგლს რომელიც ძეგლიც იქნება პატარა მინიატურული ანალოგი იქნება 1-3-4 მეტრის თუ როგორიც იდგა იმის მინიატურას გავაკეთებ წარწერას რომ აქ იქნა დანგრეული 300,000 ქართველის სულის სახსენებლად გაკეთებული
დიდების მემორიალი, რომელიც იქნა დანგრეული 2009 წელს ასე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნიკოლოზობა დღეს და რომელსაც შეეწირა უდანაშაულო 2 ქალი და ბავშვი. და იყოს ეს იმისთვის, აქ ისტორიისთვის იყოს. ბიჭო მაწვალეს, რამეს კი არ ვთხოვდი. უბრალოდ რა, სულ მინდოდა 5 კვადრატი მიწა. მოვიარე თუ სადმე იყო ქალაქის არქიტექტურა, მოვიარე მერია, ყველაფერი. ვერ ვიტყვით სოდვას გიორგი შალამბერიძეს გაუმარჯოს, ღმერთმა გუბერნატორი იყო მაშინ. თავიდან არ მქონდა ამ კაცთან ესე ჭუბი მომივიდა, მაგრამ მე დადებითი ხასიათი გამოავლინა იმ ჭუბის დროსაც და მერეს და გუბერნატორი იყო იმერეთის და რა ვიცი ჩემი მხრიდან რა შეგეძლება ყველაფერს გაგიკეთებო და ვენაცვალე სიტყვა შეასრულა კაცურად და ყველა ინსტანციაში დამაგზავნე, მაგრამ მე პასუხისმგებელი არა ვარო, ახლა მიწას გამოგიყვებენ თუ არა, მაგით ჩემ კომპეტენციაში არ შემოდის. ეს ბოზიშვილი, ეს მაჟორიტარი დეპუტატი რო იყო ლომინაძე. ეს ჩათლახი, ეს არაკაცი. და ის ბოცა მერი რო იყო, მაგათ ევალებოდათ და მივედი მე ვთქვი. მომეც მე ვთქვი, ტერიტორია არ მინდა შენი არაფერია, ესე იყო. ხო ქუთაისელი კაცი ხარ, მეთქი და ხო უნდა იყოს ეს ასე. არ მინდა არაფერზე არ გაწუხებ თქო. არაო, ჩვენო მაგ ტერიტორიაზეო მეუბნება ბოდვას. სპორტული კომპლექსი უნდა ავაშენოთო და მაგისთვისო ადგილიო არა გვაქვს. როგორც ახ თქვენ ააშენეთ იქ სპორტული კომპლექსი. როგორც თქვენ ააშენეთ სპორტული კომპლექსი, ისე ააშენა იმან იქ და ისე ააშენა სახელმწიფო იქ სპორტული კომპლექსი. რა ვქნა ახლა ქალბატონო, აბა დავდგამათა შენი ჭირიმე შენგენ აწვლა და ღმერთო დაგლოცოვიძა ხო? აღარ შევაგინო ამის გამკეთებელს? ხალხი მოღალატეები არიან, ისტორიაშლიან, გაფურთხებენ, დღემდე სისხლწოვენ ქვეყანას და ჩემი გინება უგვირს ამ ხალხს. ქალაქის არქიტექტურამ ჟო კი მოგცემდითო ტერიტორიასო, არაო. ახლაო არ არიანო ნაცებიო სათავეშიო. ვაი და ნაცები რომ მობრუნდენო, მერე ჩვენ რა გვეშველება. გლახად ქონიათ ვიზია საქმე, მე ვთქვი, თქვენ თუ მაგში შევიტახავთ ჩემყრობილი დღემდე, ძალიან ცუდად ქონიათ საქმე. არ მომცეს, იმიტომ რომ ესენი ერთი ჩვეულებრივი, ერთი დიდი დამპალი ნაცკოცური იმის ნაცკოცური ალიანსის წევრები არიან კოჰაბიტაციაში და ასე. და დღეს ისინი არიან, რა ქვია, ვენებს იჭრიან. თურმე ჩვენმა წინაპრებმა ფაშიზმი დაამარცხეს. ეს სახელმწიფოს უნდა გაეკეთებია, მე კი არა. მოგლეთ რა. ამის თქმა მინდოდა და რა ვიცი რა გითხრათ, ვისაც გაინტერესებთ კიდე შებრძანდით და აი აგერ ქვემოთ არის ლინკი დადებული და ეს ვიდეო არის. გამოსავალი ეგერაა ძმაო, ქართველთა დიდი გაერთიანება მობრძანდი ძმაო, დადექი შენ სხვებიც ქართველები ერთად დავდგეთ და გამოსავალია მაგაში და ახლა თუ მარტო კომენტარი მიზერე გამოსავალი რაშიაო და Facebook-ზე კომენტარით და ლაიქით არაშენებულა ქვეყანა და არაშენდება არასდროს. მოდი შემოგვიერთდით და დაგვიდექით და გავაკეთოთ. რამე ერთად, თუ ვინმეს უნდა. შედით აგერ ქვემოთაა მითითებული ლინკი, ესაა ჩემს YouTube-ის არხზე ვიდეო და ნახეთ დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტაში თუ რამდენი პირდაპირი შთამომავალი არის ფაშისტების. მასე იყო ქალბატონო, აი პაპაჩემიო თუ დაბრუნდაო ამ იმიდანო და დაინვალიდებული დაბრუნდაო და ცრემლებს ვერიკავებდა ამ დღეზეო და კაცო, ამას რო შეხედავს, ამაზე რას ამბობდნენ ხო იცი?
ამას რო შეხედავს, ამის ემოციიდან ვერ ამოდის ადამიანი, ვისაც ფილმი უნახია და ვინც მონაწილე იყო ამ ყველაფრის და ვისაც ამხელა წვლილი ჰქონდა ქალბატონო მაია შეტანილი, ის როგორ მოიშორებდა იმას, რა ქვია, ცრემლს. ამაზე რას ამბობდნენ, იცით? ნოდია და ნაცები და ეს ყველაზე დიდი მავნე საბჭოთა პროპაგანდაო, ჯარისკაცის მამა არისო, იმაში. რა თქმა უნდა, წაგებული ბაბუების შვილიშვილები ცდილობენ საკუთარი ბაბუის გამო შური იძიონ იმ ხალხზე, ვინც თავის დროზე დაამარცხა მათი ბაბუები. და ყავთ. და საქართველოში რო შემოსულიყო ჰიტლერი და საქართველოში რო ყოფილიყო ღმერთმა დაგვიფარა ეს ფაშისტები რო შემოსულიყვნენ, აი ვისაც ხედავთ აგერ თქვენ დღეს შიგ ევროპა რუაკერიათ ენაზე დღე დაღამეთ ევროკავშირის დროშებით რო დარბიან და ევროპაში რო უნდათ და ეს ვინცა ხო 100% ყველა ესაა პოლიტიკაში ვინც არის ყველა ეს ბოზიშვილი წარმოიდგინეთ თქვენ აბსოლუტურად ყველა იქნებოდა კოლაბორაციონისტი აბსოლუტურად ყველა იქნებოდა ფაშისტების თანამშრომელი აბსოლუტურად და ქართველებს გაწყვეტდნენ იმის გამო რომ იმათთვის რა ქვია გული ეხარებიათ და საკუთარი თანამდებობა ქონოდა უპრობლემოდ. აბსოლუტურად. იმიტომ ის სირი ხალხის რომელიც გამოდის და იძახის მერე დამარცხებული ევროპა და დამარცხებული ისინი ახლა კარგად ცხოვრობენ ჩვენ და ეს გამარჯვებული რუსეთი და საქართველო როგორ ამას პირდაპირ ჩანს ამათი ფსიქოლოგია. ამათ ასვი აჭამე ჩააცვი დაახურე, აყიდიან სამშობლოს. ვინც ასმევს და ვინც აჭმევს და ვინც ახურებს, ის ამათი ისა რა ქვია. თავმოყარეობას, ნეობა, ღირსება, მე რაღაცები ამ არ გააჩნიათ რა. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით და აუცილებლად გავაკეთებ ორი ბლოგი მაქვს გასაკეთებელი, ერთი ტექსელის ქართველობა და მეორე ნატოს გენშტაბში რამდენი ფაშისტი და რამდენი დამნაშავე იქნა ჩანერგილი, რამდენი ადოლფანას გენერალი და ოფიცერი ჩაერიცხა ნატოში და კვატოში და როგორ ღირსეულად ემსახურებოდნენ ნატო კვატოს. ამიტომ სად მიდიხართ თქვენ უპატრონებო, სად გინდათ შესვლა? იმ ორგანიზაციაში, რომელზეც ფაშისტების თავმოყრავლები მართავენ? იმათ ის რო კაცობრიობა ეზიზღებათ და ადამიანი ეზიზღებათ და ეს ყველაფერი, ხო? ამას გარდა, მაგრამ ადრე ეს ხდებოდა იმის დროს, რა ქვია, ჰიტლერის დროს ეს ხდებოდა ამ ეთნიკური იდეოლოგიით. არა გერმანელების, არა არიული რასის მიხედვით გასაწყვეტი იყო ის ხალხი და წყვეტდნენ. დღევანდელ შიგ ევროპაში თუ იდეოლოგიის წევრი არ ახარ და დღევანდელ სამყაროში თუ ამათი დამპალი იდეოლოგიის წევრი არ ახარ, ჩვეულებრივად მეორე ხარისხოვანი ხარ. კი, სიმონი იყო. კი, რა თქმა უნდა, ფაშისტი იყო, ლომინი. რურუამ მე ნოდიამ რო თქვა მახსოვს და რურუასი არ ვიცი, რურუას მიაკვდა ძაღლი შიოს ძმაგაც. და მეორე ერთი ტექსელის ქართველობის ისტორია. ასია ეს. და ზოგიერთი ტვინგამორეცხილი გამოდის და ხალხო თქვენ ვერ გაიგეთ, აქ ნაციონალ-სოციალიზმი დამარცხდა და არაფერ შვაში არ არის ჰიტლერი. ჩემო ვაკო, როდესაც შემოვიდოდნენ ღმერთმა დაიფარა საქართველო, რომ არ შემოვიდნენ, როდესაც შემოვიდოდნენ გერმანელები საქართველოში, როგორ არიულ რასად გვაღიარებდნენ, მერე გავიგებდით საკუთარ ტყავზე. ხო. არ მაინტერესებს როზენბერგის და გიმლერის ბუდუები. არ მაინტერესებს მათი იდეოლოგიები. ჩვეულებრივი ოკულტისტი სირები, რომლებმაც უბრალოდ გადაამლაშეს ყველაფერში. და მიიღეს ის საბოლოო ჯამში რაც მიიღეს, თუ არა.
საქმეზე რომ იდგეს, მე ერთ რაღაცას ვიტყვი. საქმეზე რომ იდგეს, ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვერაფერს ვერ დაუწუნებს. ეს არ არის რაღაცა კოსმოპოლიტური, გინდა ლიბერალური, გინდა კომუნისტური იდეოლოგია. ძალიან ახლოსაა ეროვნულ ცნობიერებასთან. მაგრამ ამათმა ფაშისტებმა საერთოდ ამ იდეოლოგიას ისე გაუფუჭეს სახელი, იმიტომ რომ ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკები, ვინც არ იყო მათი რასის წევრი, ის დაწვეს, ის მოკლეს, ხალი, ბავშვი, ზოგიდან საპონი გააკეთეს, ზოგიდან ტყავი გააკეთეს. ამით შელახეს ეს იდეოლოგია სამი დღემში. და დღეს თუ რაღაც ეროვნულ სიტყვის, ეგრევე გეუბნებია რომ შენ ხარ ფაშისტი. ამაშია უბედურება. თორა ეროვნულ და სოციალურ სახელმწიფოს განსაკუთრებით საქართველოსთვის არანაირი წყობა არ ჯობია. ხარ ვიცი ძმაო, რა წიგნია და როგორა ფურცელი არ წითლდება. დიდი ხნის წინ თქვა ციცერონი. მოახლა მაღაზი აღარა საუბარი სიმონ მაგას ბლოგში გავაკეთებ მე ვისაც აინტერესებს ნახოს რომ თუ ვინმე ჯალათი იყო არა მარტო გერმანიაში გერმანიის კოლაბორაციონისტები ბალკანეთზე და ასე შემდეგ ხო მაგალითად იყო სერბთ რუსხველი მუსრელი ყასაბი რომელიც ამერიკელებმა თავისთან წაიყვანეს ყველა ჯალათი ყველა უბედური თავისთან წაიყვანეს ეგა ამიტომ იამაყეთ სტალინით იამაყეთ ქანთარიათი იამაყეთ იმ 70 გენერლით ვინ საქართველოსდან იყო იამაყეთ ამ ყველაფრით იმიტომ რომ მართლა საამაყოა და მართლა ღირსებით შევიდნენ ევროპაში და მართლა ღირსეულად მოიქცნენ და მართლა მსოფლიოს ბოროტება დაამარცხეს მინ შექმნა და მუსოლინის იდეოლოგია იყო მუსოლინს და იტალიელებს თავისი ბოდვები ჰქონდათ რომ რომის იმპერიას აღადგენდნენ ეს ჰქონდათ თავში ფაშიზმი არ არის კონკრეტული რომელიღაცა იდეოლოგიის მახასიათებელი სახელი ნეოლიბერალური ფაშიზმი არაფერი არაა სხვა, როდესაც ადამიანს აზროვნების საშუალებას არ აძლევს, სიტყვის გამოთქმის თავისუფლებას არ აძლევს, მისი პოზიციის დაფიქსირებას არ აძლევს. ესეც ფაშიზმია. ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს. ჩერჩილს აქვს, ნათქვამი, კი დიდი ნაზირალა იყო ჩერჩილი, მაგრამ ბევრი ძალიან ზუსტი გამოთქმები ჰქონდა. ჩერჩილის სიტყვები არის ის, რომ მომავლის ფაშისტებს ანტიფაშისტები ერქვებათო და ასეა. ხო, მე კეთს ახლა რაშია ჩემოსმა უსაქმე იცი? მუსოლინისგან ისეთი იულიუს კეისარი გამოვიდო და როგორც პუტინიდან სტალინია გამოსული. და კეთს ისე დაამთავრეს მე იტალიელებმა. კეთს ისე აღადგინეს რომის იმპერია. გაიხარე ზაურ, გაიხარე. მაგისტვის ვდებ რომ ხალხმა იცოდეს მაგ ყველაფერი, თორე დღეს რო კითხო ვინმეს? კაია კალასი. ევროპაში, შიგ ევროპაში, როგორ კომუნისტების დროს. პირდავარნილი კომუნისტი იყო, ფაშისტების დროს. ბაბუამისი პირველი ფაშისტი იყო. დღეს მისი ნაბოზარი ქმარი და ჩათლახი რუსეთთან ვაჭრობს და კაი ფულს შეუვლებს და შენ გეუბნება ომი დაიწყე და უბედურება დაიწყე და ის გააკეთე და ეს გააკეთე. იგივე მერცი, იგივე სხვა უამრავი. არ უნდა ამ ხალხს. არაფერს არ ვიტყვი ქალბატონო, მე მაგაცე ლაპარაკი დიდი ხნის წინ დავამთავრე. არაფერს არ ვიტყვი, ნახდათ არ მემეტება დროის დასაკარგად. უარგისი ხალხი არაფერს გამგეთებელი. ქალბატონო დარეჯი. ვისი გამკეთებლებიც არის კარგად ჩან. სისტემის ნაწილი არის ჩვეულებრივად. როგორებიც უნახია ამ ქვეყანას. გაიხარეთ ქალბატონო ლელა. დიდი მადლობა.
კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, აი ამის თქმა მინდოდა.